მოგესალმებით. Ну, რა თქმა უნდა, შაბათ-კვირის გარდა გვიან მოვდივარ ხოლმე გუშინ ისე ვიყავი, რომ აი გათიშული დავჯექი და რასაც ქვია, ვერავდექი. ანუ ვერავდექი რაღაცა დროით. აბა გადით ეხლავე აქედან ჩქარა. ესე იგი, ჩემი აქ სამზარეულოში გამოჩენა და ამათი კნავილი ერთია. ცოტა ხნის უკან ვაჭამე ზუსტად. ჩვენც მივირთვით გვიანი ვახშამი. ხო, დღესაც გვიან მოვედი, მაგრამ დღეს რატომღაც არ ვიცი, შეიძლება მაგნიტური დღეების ამბავიც არის. დღეს შედარებით ენერგიაზე ვიყავი. სამსახურში არ მეძინებოდა. საბედნიეროდ ყავა მოვიდუღე. დიდი ხანია რაიმე თემებზე არ მისაუბრია. სხვათა შორის სამსახურში სასწორზე დავდექი და კიდევ -1 კილოგრამი, მეგობრებო. ისე ვატყობ მე ამ სამსახურში ჩემ პირვანდელ, ანუ ჩემ ჯანმრთელ წონას, როგორც ვიყავი, იმას დავიბრუნებ, ასე მგონია, არ ვიცი, ვნახოთ აბა. დღეს ასე ვთქვათ, საუზმე სადილი ქონდა სამსახურში, საუზმე მოგვიმზადა. ძალიან კაი გოგოა. მოკლედ იმისი შვრიის ქართულად ვიხსენებდი, ჰერკულესის თქმა არ მინდა და შვრიის პაპა. მერე ფრი გავაკეთე, მერე მექსიკური გაგეც, მოკლედ კარტოფილის დღე მქონდა დღეს. სხვათა შორის ძალიან მიყვარს კარტოფილი, მაგრამ ზედმეტი ხო იცით, მაინც არაფერი არ არის კარგი. ხო და სახში რომ მოვედი, რაღაცნაირად მინდოდა რაღაცა სხვა რაღაცა რომ იმერთო რა. სალათი მქონდა გაკეთებული გუშინ, იმისი სალათის ფოთლებით, მწვანილებით რო არის, აი ძმარით და ესეთი ხახვით და ესეთი სალათი მქონდა, იმაში პატრა კონტეინერში მქონდა, სოსოს უსაყვედურე, მეთქი რატო არ ჭამ, მეთქი ესეთ, ანუ ჯანსაღ რაღაცებს თქო. ეს მეზობელმა მოგვაწოდა ამას წინათ ჩახოხბილი იყო, სუფილეთი იყო გაკეთებული, ამაზეც უსაყვედურე, მერე გავუცხელე ვაჭამე, მეთქი ჭამე, რომ ცილები უნდა მიიღო თქო. Ну, ეს დღის ასე ვთქვათ მონახაზი და გუშინ ჩვენთან იყო სამსახურში ნიკა არაბიძე. მეგობრებო, ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთივე საუბარი აქვს, როგორც სკეჩებში და ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან ისეთი საყვარელი ლაპარაკი აქვს. ну, მართალია ახლა იქ არ იმას წვეწი ხო არ ვიბლიდი აქეთ-იქით და ну, რასაც მომკარი ახლა თალი, იქ ცოტა პატარა ვიდეოც გადავიღე, არა იმიტომ რომ დამედო აქ, უბრალოდ ჩემებს ვაჩვენე, იმიტომ რომ ჩემს მას ძალიან უყვარს, ანუ ძალიან ესე ხალისობდა ამ კომედი შოუ და ესეთ რაღაცებზე და ვის არ გიყვართ ყველას, მე მგონი ყველას გიყვართ ამ სკეჩების ყურება, ამ ასე ვთქვათ, ნაცრისფერ ცხოვრებას ჩვენ ქვეყანაში ცოტათი რო ახალისებს და ხო, და მოკლედ ეხლაც ალბათ შემატყობთ, რომ მეძინება უკვე დღეს დილას რო გავიღვიძე, მოკლედ თმები დავიბანე, თავი დავიბანე და ეკას და მაკას ნაჩუქარი ფენით გავიშრე წამებში, მეგობრებო. მართალია ახლა ფორმა და რაღაცა არ მიმიცია, უბრალოდ მთავარი იყო რომ გამეშრო თმები და იმიტომ რომ ფიზიკურად ანუ ვერ ვასწრებ, ახლა ის შაბათ-კვირაც ისეთი დაკავებული იყო, რომ აი რაღაცნაირად ვერ მივედი რა, აი გამდე რომ თავი დამებანა. ხო, რაც შეეხება ახლა თემას, რა ვიცი, დღეს ვფიქრობდი ამ საკითხზე, სამსახურში რაღაცნაირად
იმიტომ რომ გუშინ წინ იყო თუ როდის იყო მეზობელი ქალი იყო ამოსული, აი ეს ჩემ მეზობელს რო ვეხმარებოდი ხანძარი რო ქონდა სამზარეულოში. მოკლედ რაღაცაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და თქვა რომ მეო მჯერაო, ანუ ჯადოების და ძალიან ასე ვთქვათ, რომ ვთქვათ, ახლა ძალიან დიდი ხანი ვიფიქრეთქო ამ საკითხზე, არა მოგატყუებთ, მაგრამ რაც ვიფიქრე, ანუ რამდენი ხანიც ვიფიქრე, ერთი ესეთი დასკვნა გავაკეთე, რომ ზოგადად ადამიანები, ანუ ხო არის მაგალითად კომპიუტერს, ხო, რაღაცნაირად ხა აპროგრამებ, ანუ პროგრამით, აი დაახლოებით ესეთი რაღაცაა, უბრალოდ უფრო მაღალი დონის, ანუ ინტელექტუალურად მაღალი დონის ადამიანებს, ხო? რატომღაც მგონია, რომ ისინი შეუვალები არიან, ეს როგორც აი, როგორ ვთქვათ, რაღაცა ანტივირუსივით აქვთ რა. და უფრო აი ადამიანები, რომლებიც უფრო დამყოლები არიან, უფრო ინტელექტი დაბალი აქვთ და რაცა, ვფიქრობ, ესეთებზე უფრო მოქმედებს რა, ის რაღაცა ასე ვთქვათ, ეს პროგრამირება თუ რაც არის, ანუ ну, მოდი პროგრამირება დავარქვათ. ხო, არის კიდე აი ესეთი პირდაპირი კონტაქტი რო აქვთ და ყველას გვეცოდინება ეს ცოტა ისეთი თემა ძალიან არ მციამოვნებს ესეთი რაღაცებზე საუბარი, მაგრამ ზოგადად ყველამ ვიცით, ანუ აი ეს სადილში გარევა რაღაცეების და ის გაგვიგია მაინც ხო ყველას ვიცით, მე მგონი არავინ არ არის დედამიწის ზურგზე რო არ იცოდეს მსგავსი რამ. ხო, ეს კიდე ცალკე თემაა, ეს არის რაღაცა როგორც ნარკოტიკებით მოქმედებს ის რაღაცა აფროდიზიაკები თუ როგორ ქვია რა, მოკლედ აი ეს ნივთიერებების ის არის და მოკლედ ამის ზეგავლენის ქვეშ მე ძირითადად, ну, ხშირ შემთხვევაში უფრო ამას კადრულობენ ქალბატონები, რომ კაცი, ასე ვთქვათ, შეინარჩუნონ თუ მოთოკონ თუ რა ვიცი, მე დააბანდა რა ქვია იმას გაუკეთო ნაშეინიკია თუ აშეინიკია. ხო, ну, ეს კიდე ესეთი ძალიან ცუდი რაღაცაა, იმიტომ რომ მე კაცების უმრავლესობა, ვინც ამის ზეგავლენის ქვეშ არის ხოლმე, იწყებენ ანუ მიდრეკილება უჩნდებათ ან სასმელისადმი, ანუ სასმელი ახლა ზოგადად ყველა ვსვავთ, ხო? ახლა სუფრაზე მე არა, მე იშვიათად. ну, ახალგაზრდობაში კი, ახლა ბოლო ხანებში მარტო რო იტყვიან ხოლმე პაპრაზნიკამ. ხო და მოკლედ ძალიან ისეთი ის არის საზარი თემა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არის ეს ხდება და ასეთი კაცები, ანუ რატო იწყებენ დალევას და რაღაცა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ალბათ რაღაც აკლდებათ ეს თუ როგორღაც, ну არ ვიცი, მოკლედ რაც არ ვიცი, მაგრამ ახლა ხო სასმელზე ვიძახდი, ახლა ყველა ნორმალური ადამიანი ზომიერად მიირთმევს, ხო? სუფრაზე იქნება თუ სადაც იქნება, მაგრამ აი უკვე დამოკიდებული რო ხდებიან და რაღაცა ან სხვა ნივთიერებებზე, ну არ აქვს მნიშვნელობა. ანუ მოდით ესე ვთქვათ, მარტო სასმელზე არ არის აქ საუბარი, გამაბრუებელი რაღაცეებზე დამოკიდებული ხდებიან ზუსტად როცა ესეთი რამე ხდება მათ ცხოვრებაში. ხო და ძალიან ცუდია და სხვათა შორის კარმულად, როცა ადამიანი ესე ხელოვნურად რაღაცეებს აკეთებს, აუცილებლად ბუმერანგის პრინციპით, ეს როგორ გვიყვარს ეს ბუმერანგის თქმა. ну, პრინციპში ესეც არის რა, ანუ რასაც დათესავ, იმას მოიმკი, ხო? ხო და რასაც თესავენ, იმას იმკიან.
ისეთ დროს, როცა საერთოდ არ ელიან და ასე რომ ძალიან საფრთხილო რაღაცაა თუ ვინმეს აქვს აზრად და ჩაიფიქრა ესეთი რამე, ჯობია საერთოდ არც იფიქროს მსგავს რამაზე. მე ვიცი რომ ჩემი აუდიტორია, ანუ ვინც მე მიყურებს, რატომღაც ესე წარმომიდგენი ხართ მეგობრებო, ხა ვისაც ვიცნობ ხო, მაგრამ ვისაც არ გიცნობთ და ისე მიყურებთ რომ არც კომენტარს მიწერთ და არაფერი, ხო მართლა ლაიკები დამიწერეთ ხოლმე, გამიხარდება, იმიტომ რომ ყურება ბევრია ხოლმე და ლაიკები რატომღაც ჩამორჩება. ეს უბრალოდ მხარდაჭერაა რა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიდეო მოგეწონა თუ არ მოგეწონა, რაღაცნაირად ბლოგერებს მხარს უჭერენ, ასე ვთქვათ, ამ ეგრეთ წოდებული ლაიკებით. ხო, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ, პლუს არ ითხოვს და წყალს არ ითხოვს. ხო. და მოკლედ ესეთი ამბებია, ვიცი რომ ასე ვთქვათ, ადეკვატური და ძალიან კარგი ხალხი მიყურებს. მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს ჩემო აუდიტორიაზე და ყველას მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და ხო მართლა დიდი მადლობა სოსოს დაბადების დღე რომ მოულოცეთ. სოსოსაც ძალიან გაუხარდა. მოკლედ უკვე დიდი ბიჭია, ანუ დიდი 14 წლის გახდა. ხო და უკვე სხვანაირი ხასიათები აქვს, ეს გარდატეხის ასაკი, მაქსიმალურად ახლა ვცდილობ რომ ასე ვთქვათ დავუთმო ხოლმე, სხვა შემთხვევაში შეიძლება შევკამათებოდი, იმიტომ რომ არის ხოლმე გარდატეხის ასაკში ცოტა შეიძლება უტაქტოც იყოს, მოზარდი არ დაფიქრდეს, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი რა, სანამ ბოლომდე ჩამოყალიბდება და სანამ სრულ სახეს მიიღებს ორგანიზმი, ეს აფორიაქებული, რას მეუბნება, სუბრაზიანი ვარო. ნუ ესეა, ზოგი ესეა, ზოგი ისეა, ნუ ყველას ინდივიდუალურად აქვს, მაგრამ ძირითადად ესეა. ბიჭებში განსაკუთრებით. აი ესე მეგობრებო, ასე რომ მითხარით, დამიწერეთ აბა კომენტარებში, თქვენ რა აზრის ხართ საერთოდ ჯადოებზე, გჯერათ, არ გჯერათ, საერთოდ შეიძლება ვინმეს განსხვავებული აზრი ქონდეს, აი მე ხო თქვი ჩემი აზრი, რომ მე ესე მგონია, რომ ეს არის ანუ ფსიქოლოგიური რაღაცა, რომ ანუ ფსიქოლოგიური ეს როცა პირისპირ ადამიანს რაღაცას ეუბნები და აჯერებ, ხო? ეს მომენტიცაა, მაგრამ შორიდანაც ხო არის, რომ აი რაღაცებს აკეთებენ, ხო? ანუ ნამდვილად ის მოქმედებს თუ უბრალოდ, ნუ არ ვიცი რა, აი ძალიან ესეთი თემა ცოტა რა ვიცი, ალბათ მეტი უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ ეს ამოხსნას რა. ანუ აი ესეთ ჰიპოთეზის დონეზე კი არა, რომ აი რაღაცა მტკიცებულებებით, არგუმენტებით, რომ აი რა და როგორ ხდება და რატო ხდება. ადრე ვთქვათ, ზღაპრებში ხო იყო ეს სარკე ჯადოსნური, რომ ხედავდნენ იმ სარკეში სადღაცას რა ხდებოდა, ხო? ხო არის ახლა ტექნოლოგია, ანუ აი ესეთი პარალელების გავლება, რომ ხდებოდეს და ესეთი განმარტება რომ მიეცეს ამას, აი რა არის და როგორ მოქმედებს და თუ მართლა მოქმედებს. ნუ თუ რა, ახლა მე მაგალითად ბევრისგან გამიგია, რომ აი ყოფილა ესე ვთქვათ გაუკეთებია. სხვათა შორის ის რომ წარუმატებელი ადამიანი ვთქვათ, თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ რატომღაც წარმატებას ვერ აღწევს. ის თავდაჯერებულობა, რომ რაღაცა დაქვეითებული აქვს, ნუ მოკლედ ძალიან დიდი თემაა და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, რა ვიცი, თუ დამიწერთ, თუ არ დაგეზარებათ, რა თქმა უნდა, წერა, იმიტომ რომ ვიცი ამ ბოლო ხანებში იმდენი საქმეები აქვს ხალხს, რომ ის წერაც კი, მაგრამ მე ხო ხედავთ, არ დამეზარა და თითქმის ყველას გავეცი პასუხი, მე მგონი ერთი რამოდენიმე კომენტარი დამჭა პასუხი გავუცემი და აუცილებლად გაგცემთ. ახლა არ გეუბნებით, დიდი მადლობა, დავწერ კიდევაც ასე, რომ მოკლედ ესეთი ამბები რა.
და ახლა წავალ დავისვენებ ამ ვიდეოს ავტვირთავ და ხვალ ის სამსახური, ხვალ არის ხუთშაბათი, ჩემი ყოფილი თანამშრომელი ოპერაციას იკეთებს მგონი ხვალ და უნდა გულს შემატკივრო, ანუ რა თქმა უნდა ვილოცებ კიდევაც და რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. არა, ისედაც კარგად ჩაივლის, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც ხო იცით გულშემატკივრობა ეს ჩვევია, ესეთი რაღაცები. ხო, და ზეგ პარასკევს და მე შაბათ-კვირას უფრო თავისუფალი ვიქნები. ნახოთ კიდე მეზობელმა თუ არ მითხრა რაღაცა და თუ არ მთხოვა რაღაცა. მინდა რომ ერთი დღე რაღაცნაირად ან სახლში გავატარო, ან მე და სესო გავიდეთ, გავისეირნოთ, მოკლედ რა. ერთი დღე მაინც იყოს ჩვენი. რომ არა მინდა არაფერი, მოკლედ, იმიტომ რომ ძნელია დილის 11-ის ნახევრიდან 10-დან 11-ის ნახევრიდან ხალხთან, ნუ 11-ის ნახევარზე და ანუ მთელი 12 საათი რა, ფაქტობრივად 11-ის ნახევარზე ვამთავრებთ, ხო? და ძნელია მთელი დღე რომ ხარ სამსახურში და მერე 1-2 დღე გაქვს დასვენების და ისიც დაკავებული რომ, ანუ დაკავებული რა, იძულებით რომ ხდები დაკავებული. ხო. კარგით მეგობრებო, ცილებისა, ტკბილის იზბრები და ვინც დღისით უყურებთ, წარმატებული დღე, კარგი დღე, მშვიდობიანი დღე. კარგით აბა გაკვეცეთ.